მოგესალმებით, პატივცემულო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებო. დღეს პირველი შეკრებაა კომისიის, რომელიც შეიქმნა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით და რომლის ამოცანაც ასევე განსაზღვრა პარლამენტმა. რამოდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩვენ უნდა შევიმუშაოთ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი, რომელსაც შემდგომ პარლამენტი განიხილავს. ახლა რომ უყურებ კომისიის შემადგენლობას, უმრავლესობისთვის ეს საქმე არც თუ ახალია, იმიტომ რომ დღემდე რამოდენიმე ამდაგვარი კომისია იყო შექმნილი ქვეყანაში და ამ კომისიებმა შექმნეს სათანადო პროდუქტი, რომელიც შემდგომ ნაწილი აისახა ჩვენს მოქმედ კონსტიტუციაში, ნაწილი არასახულა, მაგრამ ეს სამუშაო აღარ არის ისეთი სიახლე, როგორიც იყო 1993 წელს, როდესაც საქართველოში შეიქმნა პირველი ასეთი კომისია და ისევ მე დარბაზში ვხედავ ძალიან ბევრ კოლეგას, რომლებიც მაშინ სწორედ იმ კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ. მეც პირადად მაშინ ახალგაზრდა იურისტის რანგში მქონდა პატივი ყოფილიყავი ამ კომისიის რიგებში და სწორედ იმ 2 წლის განმავლობაში შევძელით ჩვენ გვემუშავა ინტენსიურად და ქვეყნისთვის მოგვემზადებინა ძირითადი კანონი 1995 წლის კონსტიტუცია. ბუნებრივია პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რა ამოცანები აქვს კომისიას და კონკრეტულად რა თემებზე და საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ. ამაზე მე მოგახსენებთ ცხადია, მოგახსენებთ იმის თაობაზე, თუ რატომ გადაწყდა ამჯერად ამ ეტაპზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რატომ გადაწყდა ამ ეტაპზე პარლამენტის წიაღში ამ კომისიის შექმნა და რა ამოცანები რატომ იქნა დასახული. მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ კომისიაში პარლამენტის დადგენილების შესაბამისად გაერთიანებული ბრძანდებიან 58 წევრი კომისიის. დღეს რამოდენიმე კოლეგა არ გვესწრება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, საპატიო მიზეზებით, მაგრამ თავად კომისიის შემადგენლობა და სტრუქტურა თავიდანვე განისაზღვრა იმ ვარაუდით, რომ კომისია იყოს წარმომადგენლობითი, კომისიაში იყოს მაღალი დონის პროფესიული საექსპერტო პოტენციალი თავმოყრილი და აგრეთვე კომისიაში იყოს პოლიტიკური წარმომადგენლობა სათანადო დონეზე. იმიტომ რომ ვიცით, კონსტიტუცია ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი და ვიცით ისიც, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური დოკუმენტი. ჩვენი კონსტიტუციური გამოცდილება ზუსტად იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ხშირად ხდება ხოლმე გარკვეული დისბალანსი ამ ორ ძალიან სერიოზულ მიმართულებას შორის. მხოლოდ იურისტების ნააზრევით კონსტიტუცია შესაძლოა აღმოჩნდეს ნაკლული, იმიტომ რომ არ ითვალისწინებს პოლიტიკურ რეალობებს, მაგრამ თუ იგი მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის პრიორიტეტებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს იმ ძალიან დიდარ ზოგადსაკაცობრიო გამოცდილებას კონსტიტუციონალიზმის სფეროში, მაშინ ის გადაწყვეტილებებიც საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი არ აღმოჩნდება ხოლმე. ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ ეს გამოცდილება და შევეცადეთ კომისია ყოფილიყო ამ თვალსაზრისით წარმომადგენლობითი და დაბალანსებული. შესაბამისად, კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, დღევანდელი მოწვევის პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა და ჩვენ ფრაქციების პროპორციული წარმომადგენლობა უზრუნველყავით კომისიაში, მათ შორის უმრავლესობა, უმცირესობა და უმრავლესობასა და უმცირესობაში არ შემავალი
ფრაქციების წარმომადგენლობა, გვესწრება და გარკვეული პროპორციების დაცვითაა ეს ყველაფერი გაკეთებული. ამასობაში ჩვენ ვიცით, რომ გასულმა საპარლამენტო არჩევნებმა ისეთი შედეგი გამოავლინა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა შევიდა საქართველოს პარლამენტში, ესაა საქართველოს ამორჩევლების ნება, მაგრამ ესაა დროებითი ნება და ჩვენ ვიცით, რომ იქნება კვლავ არჩევნები, იქნება პოლიტიკურ ძალთა შესაძლოა სხვა კონფიგურაცია და ამიტომ არ უნდა შემოვიფარგლოთ ხოლმე ასეთ საკითხებზე მსჯელობის დროს მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალებით, ვინც დღესაა წარმოდგენილი პარლამენტში. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და კომისიის შემადგენლობაში მოვიწვიეთ შევთავაზეთ წევრობა არასაპარლამენტო კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ანუ იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ მათ მიერ გასულ წლებში ნაჩვენები საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე და რა იქედან მე ან ჩემს კოლეგებს პარლამენტში ვინ უფრო მოგწონს და ვინ უფრო არ მოგწონს და ასე შემდეგ. მათი ყოფნა ამ კომისიაში ესეც ქართველი ამორჩევლის ნება, იმიტომ რომ სწორედ საარჩევნო შედეგებს ეფუძნება მათი წარმომადგენლობა დღევანდელ კომისიაში. ჩვენ კომისიაში წევრობა ვთხოვეთ თანამდებობის მიხედვით იმ სახელმწიფო უწყებების, სტრუქტურების, ინსტიტუტების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს, რომლებსაც ყველაზე ახლო და მჭიდრო შეხება აქვს კონსტიტუციასთან და ამ თემებზე მუშაობის დროს მათ გარეშე ალბათ ნაკლული იქნებოდა ჩვენი მსჯელობა. ესენი არიან უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოების ხელმძღვანელები, იუსტიციის მინისტრი, მთავრობის და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნები, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, როგორც ასევე ერთ-ერთი დამოუკიდებელი, მაგრამ სახელმწიფოს მიერ აღიარებული და საერთო სისტემაში ჩართული უწყების წარმომადგენელი. მე მგონი ექს-ოფიციო წევრებიდან მეტი არავინ გამორჩა, თუ გამორჩა მოპატიეთ, მაგრამ მე მგონი არა. ბატონი უჩან ანუაშვილი, დიახ, ესე იგი აი ასეა. ეს არ მინდა რომ ესე იგი იყოს ჩვენი კომისიის მუშაობის რაღაც გარკვეული ლაიტმოტივი, ადამიანის უფლებები და სახალხო დამცველი ბატონი უჩან ანუაშვილი, ასევე როგორც სახალხო დამცველი წარმოდგენილია კომისიაში. გარდა ამისა, მე წილად ხვდა შესაძლოა ყველაზე მძიმე ტვირთი პარლამენტისთვის უნდა შემეთავაზებინა კიდევ 20 ექსპერტი და სამოქალაქო საზოგადოების ამ სფეროში, კონსტიტუციონალიზმის სფეროში მოღვაწე სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ძალიან სერიოზული განსჯის და კონსულტაციების შედეგად პარლამენტს შევთავაზე კანდიდატურები და პარლამენტმა გაიზიარა და ვართ წარმოდგენილი ასევე საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა დღევანდელ კომისიაში. ცხადია, ამ კრიტერიუმებმა არ მოგცა საშუალება ყველა ღირსეული კონსტიტუციონალისტი, ექსპერტი თუ არა მხოლოდ კონსტიტუციონალისტი, იმიტომ რომ საკონსტიტუციო პროცესში სამართლის და პოლიტიკის სპეციალისტების გარდა ჩვენ ძალიან ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენელი გვჭირდება და გავითვალისწინეთ კიდეც ეს, მაგრამ ძალიან ბევრი ჩვენი გამოჩენილი მეცნიერები, მოღვაწეები არ არიან კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მათი ჩართულობა სურვილის შემთხვევაში იყოს უზრუნველყოფილი. იმიტომ რომ ყველას გვესმის, თუ კომისია არ იქნება შრომის უნარიანი და ქმედუნარიანი და გადაწყვეტილების მიღება უნარიანი, მაშინ ჩვენ პრაქტიკულ შედეგს ნაკლებად ვივიღებთ და გამოგვივა გარკვეული აკადემიური პროცესი შედეგის გარეშე. ამიტომ ეს ჩართულობა ყველა დაინტერესებული სპეციალისტის იქნება უზრუნველყოფილი. ამასობაში ცხადია ჩვენ არ და ვერ შემოვიფარგლებით სპეციალისტებით, პოლიტიკოსებით, ექსპერტებით.
საკონსტიტუციო პროცესში უნდა უზრუნველყოთ მოსახლეობის ჩართულობა და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სხვა დროსაც იყო პრიორიტეტი, არის დაგროვილი გამოცდილება, მაგრამ მე მგონი ყველა დამეთანხმებით, რომ აშკარად მეტია საჭირო. და მე მოხარული ვარ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უკვე არის არა მხოლოდ იდეები, არამედ მზა, გეგმები, პროექტები იმისთვის, რომ მუდმივ საფუძველზე მოხდეს საზოგადოების ინფორმირება კომისიის მუშაობის თაობაზე. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა ცხადია საერთაშორისო საზოგადოებასთან. ის ორგანიზაციები, რომლებიც ტრადიციულად მუშაობენ ხოლმე ჩვენთან საკონსტიტუციო საკითხებზე, პრაქტიკულად ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა და მათ ადრეული პერიოდიდან, გასული წლის შემოდგომიდან დაიწყეს თადარიგის დაჭერა და მზად არიან ტრადიციული დახმარება აღმოგვიჩინონ ექსპერტებით სხვადასხვა კონკრეტულ საკითხებზე გარკვეული რეკომენდაციებით და ყველა იმ სხვა მეთოდით და საშუალებით, რაც ასეთ დროს ხდება ხოლმე. ცხადია, ცალკე გამოსაყოფია ვენეციის კომისიასთან ურთიერთობა, რომელიც ესე იგი ამ წუთში დარბაზში თითქოს არ არის, მაგრამ იგულისხმება, იმიტომ რომ იმასა და იმას შუა, ანუ კომისიის მიერ ტექსტის შემუშავებასა და პარლამენტის მიერ ტექსტზე განხილვის დაწყებამდე, ცხადია, ვენეციის კომისია იქნება ის ორგანო, რომელიც გააკეთებს გარკვეულ კი არა ძალიან მნიშვნელოვან დასკვნებს ამ პროდუქტზე. ამასობაში იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის რჩევები პოტენციალი იყოს მაქსიმალურად გამოყენებული და ათვისებული, ჩვენ დავიჭირეთ თადარიგი და ადრე პერიოდიდანვე იქნებიან ისინი ჩართული ჩვენს მუშაობაში. ამ წუთისთვის ვენეციის კომისია დარბაზში წარმოდგენილია ქალბატონი მაცაცო ჯორჯიკიას სახით, რომელიც ერთი მხრივ ჩემი თანაშემწეა და მეორე მხრივ ვენეციის კომისიის საკონტაქტო პირია საქართველოში უკვე 6 თვეა და ასევე გააგრძელებს მუშაობას შემდგომ თვეებშიც, ასე რომ ეს მიმართულება ჩვენ გვექნება სათანადოდ წარმოდგენილი კომისიის მუშაობაში. მე თავად 21-22 მარტს ესე იგი კომისიის წევრი ბატონი დემეტრაშვილი თუ პაპუაშვილი უკაცრავად, ხო? მე ვენეციის კომისიაზე ბევრი თქმა შეიძლება, იმიტომ რომ არის დღევანდელი წევრი, არიან ყოფილი წევრები, არიან პარლამენტის წარმომადგენლები ვენეციის კომისიაში. მე თავად მიწევს ორ კვირაში ჩასვლა იქ ყოველი მოხსენებით, ასე რომ ვენეციის კომისია ჩვენთანაა, მოკლედ. დანარჩენი ვნახოთ. რადგან ამ ტიპის საკითხებზე ვსაუბრობ, მაშინ დავასრულებ ამ ბლოკს და მერე გადავალ უფრო ასობრივ თემებზე. დღემდე რამოდენიმეჯერ იყო მოგეხსენეთ საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნილი. ჩვენ ცხადია გავეცანით, გავითვალისწინეთ ძალიან ბევრი რამ ძველი გამოცდილების, მაგრამ არის გარკვეული სიახლე ფორმატში და სისტემაში კომისიის. კომისია შეიქმნა საქართველოს პარლამენტის მიერ. ამითაცაა განპირობებული, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს დაეკისრა კომისიის ხელმძღვანელის ფუნქციები, მაგრამ გარდა იმისა, რომ პარლამენტმა შექმნა კომისია, პარლამენტსვე დაევალა, უпроსტად პარლამენტმა საკუთარ თავზე აიღო კომისიის საორგანიზაციო და სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფაც. შესაბამისად, კომისიის მუშაობა მიმდინარე წლის განმავლობაში ფინანსური თვალსაზრისით არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, იგი დაფინანსდება პარლამენტის არსებული ბიუჯეტის სახსრებიდან. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის აპარატის განთავსება საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსთაველის გამზირზე და უახლოეს ხანებში, სადაც ერთი თვე-თვენახევრის განმავლობაში
იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ იქ დაიდოს ბინა და შესაბამისად კომისიის შეკრებების ჩატარებაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის შესაბამის დარბაზებში, სადაც უფრო სამუშაო ვითარებაა და უფრო პროდუქტიული იქნება ჩვენი შეკრებები. იგივე ეხება სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს და ასე შემდეგ, ასე რომ პარლამენტის შენობაში მოხდება კომისიის მუშაობა. კომისიას ცხადია ეყოლება თავისი აპარატი, მაგრამ პარლამენტის აპარატიც იქნება კომისიის განკარგულებაში. კვლევითი მიმართულება იქნება თუ სამეურნეო თუ არ ვიცი ყველა სხვა დამხმარე დაწესებულებები პარლამენტის მოემსახურებიან კომისიას. მე მგონი ეს ცუდი არ იქნება კომისიის მუშაობის ეფექტურობისთვის. თუმცა მაინც მთავარი საკითხი ალბათ საზოგადოებასაც აინტერესებს, კომისიის წევრებსაც გვაინტერესებს არის ის თუ რას ვერჩით დღევანდელ კონსტიტუციას, ანუ რა გვინდა, რატო შევიკრიბეთ ამდენი ხალხი და რა გვაქვს განზრახული. ამ საკითხში მინდა მოგახსენოთ თუ რა იდგა ამ გადაწყვეტილების უკან უმრავლესობა ამ შემთხვევაში კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკური განზრახულობა რა არის, ეს ერთი მინდა გითხრათ და მეორე აქვე ვამბობ, რომ კომისია თავის მუშაობაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება შეზღუდული ან მოქცეული იმ ჩარჩოებში, რა განზრახულობაც აქვს კოალიცია ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში მმართველ პოლიტიკურ ძალას კონსტიტუციასთან მიმართებაში. ესე რომ ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და ერთად უნდა ერთ-ერთ სიტყვაზე უნდა დავინახოთ. პირველი, რამ განაპირობა კომისიის შექმნა? კომისიის წევრთა შორის ხედავთ ჩვენ ერთმანეთს, პრაქტიკულად ყველა ვიცნობთ ალბათ ერთმანეთს, იშვიათი გამონაკლისის გარდა და საკონსტიტუციო საკითხებზე წლების განმავლობაში ძალიან ბევრი დისკუსია გქონია. და კონკრეტულ საკითხებზე ძალიან ხშირად ვერ შევთანხმებულ ვართ და ეს ჩვეულებრივი და ნორმალური ამბავია. მაგრამ იმაზე ყველა ვთანხმდებით, მე მგონი, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, რაც დღეს ჩვენი ხელთ გვიპყრია, არის გარკვეულწილად ასახულობა, გარკვეულწილად მასში თავმოყრილია ჩვენი პრაქტიკულად ბოლო 20 წლის ისტორიული ქარტეხილები. ამ ისტორიულ ქარტეხილებში ძალიან ხშირად ხდებოდა კარგი და ხდებოდა არც თუ კარგიც. თავისთავად ფაქტია, რომ დღევანდელი მოქმედი რედაქცია იმ საკითხში, რომელიც ქვეყნის მართვა-გამგეობის საკითხებს არეგულირებს და ძირითადად სახელისუფლებო ბალანს თუ დისბალანს ადგენს, არის სრულად განსხვავებული იმისგან, რაც ჩვენ მივიღეთ 1995 წელს. ეხლა თავად 1995 წლის კონსტიტუციური პროცესის პერიპეტიებს ეხლა არ ჩაურმავდებით, თუმცა გვახსოვს თავისთავად ის ბოლო ვერსია, როგორ მოხდა მისი მიღება და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ კონსტიტუციაში განხორციელებული 30-ზე მეტი ცვლილება, მე მგონი 35-მდე ასული ახლა, 16? 33. კარგით, 30-ზე მეტი შევთანხმდეთ. 30-ზე მეტი ცვლილება სხვადასხვა რანგის და სხვადასხვა დონის საკითხებს ეხებოდა. ამაშიც ახლა დეტალებში არ ჩავალთ, მაგრამ 2004 წლის კონსტიტუციური რეფორმა და შემდგომ 2010 წლის, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა, ეს ამ თვალსაზრისით ამ კონკრეტულ ნაწილში და სფეროში პრაქტიკულად ახალი კონსტიტუციის ელფერს ატარებდა. ამ ნაწილში კიდევ ერთხელ გულისხმობ მართვა-გამგეობა და სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობა, ბალანსი და ასე შემდეგ. ასე რომ დღევანდელი მდგომარეობით ამ კონკრეტულ საკითხში პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა 95 წლის კონსტიტუციიდან ცოტა რამღა თუა დარჩენილი. თავისთავად ეს ხდება, ყველა ქვეყანა ვითარდება, მაგრამ მინდა გავიხსენო რა პირობებში ხდებოდა ესა თუ ის ცვლილება.
2004 წლის თებერვლის ცვლილებები, ბევრი მონაწილეობს ბრძანდებით იმ პროცესის და გვახსოვს რა როგორ მოხდა. და ასევე 2010 წლის კონსტიტუციური ცვლილებების, ასე ვთქვათ, დანიშნულება თუ мотиваცია თუ განზრახულობანი და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტია, რომ ორივე შემთხვევაში კონსტიტუციური ცვლილებები ხორციელდებოდა ერთი დომინანტი პოლიტიკური ძალის ნებასურვილით და მეცაც ვიტყოდი, ერთი კონკრეტული დომინანტი პოლიტიკური ლიდერის ნებასურვილის შესაბამისად. ეხლა არ ხსნი დებატებს ამ თემაზე, მაგრამ მოგვიწევს ცხადი ამაზეც საუბარი. რამაც სერიოზული დაღი დაასვა იმას, რასაც დღეს საქართველოს კონსტიტუცია ქვია. დღევანდელი რეალობა და ის რეალობა, რომელშიც ჩვენ მოგვიწევს მუშაობა და კონსტიტუციური ცვლილებების მომზადება და შემდგომ მიღება, სერიოზულად განსხვავდება იმ ვითარებისგან. მხოლოდ ერთი მიმართულებით მიგანიშნებთ, რაც არ უნდა ცვლილება მომზადდეს და მიღებული იქნეს საბოლოოდ, დღევანდელი მდგომარეობით მას სჭირდება საქართველოს პარლამენტში მინიმუმ 7 პოლიტიკური პარტიის თანხმობა. და ის რომ კოალიცია ქართული ოცნება მართლა კოალიციაა, მე მგონი ამაში დავწმუნდით ძალიან ბევრჯერ. ზოგს ეს უხარია, ზოგს წინს, ზოგს ურჩევია რომ ეს იყოს ერთი ისეთი სრულად ერთსახოვანი და ერთფეროვანი ძალა, რომელიც იქნებოდა უფრო სწრაფი და უფრო ეფექტური და ზოგი ამას მიიჩნევს ნაკლად. ზოგი თვლის რომ მივდივართ იქეთ, საერთოდ უნდა მივდიოდეთ მრავალპარტიულობისკენ, მრავალი შეხედულებებისკენ და ასე შემდეგ. კოალიცია ქართულ ოცნებას გაცხადებული აქვს, რომ მისი პოლიტიკური ერთობის ჰორიზონტი დღევანდელი მდგომარეობით ესაა მომავალი საპარლამენტო არჩევნები. და ყველა შემადგენელი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტია თავის თავს წარმოიდგენს აღიქვამს როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე. ჩვენი სამუშაო უკეთეს შემთხვევაშიც კი ალბათ ძალაში შევა, არ ვიცი, 2 წლის შემდეგ. ანუ დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც კოალიციის შემადგენელი პარტიებიც კი უკვე შესაძლოა რაღაცა სხვა პრიორიტეტებისკენ იყვნენ მიმართულნი. მე ამაზე მხოლოდ იმიტომ საუბრობ, რომ არათუ 3/4, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებას სჭირდება ბოლო ცვლილებების შედეგად. არამედ თავად საპარლამენტო უმრავლესობის შიგნითაც კი ძალიან სერიოზული მუშაობა იქნება საჭირო იმისთვის, რომ მივიდეთ კონსენსუსამდე ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე. ეს არის ძალიან რთული პროცესი, მაგრამ შესაძლოა მოგვეცა ბოლო პერიოდის განმავლობაში უნიკალური შანსი და მე არ ვიცი კიდევ ზეგ და მასზეგ რა იქნება ამ ქვეყანაში, როდესაც მართლა ყველას კონსტიტუცია შეიძლება შევქმნათ. რომელსაც მართლა შესაძლოა ეწოდოს პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი, იმიტომ რომ ყველა ვინც ამ კომისიაში მუშაობთ, რაც არ უნდა ესეთი აზრები და ისინი გქონდეს წმენები თუ მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე, ვალდებული და იძულებული ვართ გავიზიაროთ ერთმანეთის ხედვები. და ერთხელ და სამუდამოდ იქნებ შევძლოთ და საქართველოს გქონდეს იმ ტიპის კონსტიტუცია, რომელსაც ჰქონდა და ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც განაპირობებს შემდეგ იმას, რომ ეს ტექსტი, ეს კონსტიტუცია გახდება ხალხის კონსტიტუცია. და ხალხისთვისაც ეს დოკუმენტი გახდება სერიოზული დოკუმენტი, მნიშვნელოვანი დოკუმენტი. იმიტომ რომ თუ აქ კონსტიტუციური ცვლილების გინდა პატარა იყოს ცვლილება და გინდა დიდი, თუ სწორედ ამ სტილით არ წავიდა მუშაობა და მას რაც შეიძლება ფართო პოლიტიკური და საექსპერტო წრეები არ უჭერენ მხარს, მაშინ ძალიან ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ მოსახლეობა გაითავისებს მას, მოქალაქისთვის გახდება ეს კონსტიტუცია იმ დონის დოკუმენტად, რაც დიდი ხანია გვინდა რომ იქცეს. და ნუ აღარ გავაგზავნებ აქ საუბარს, ახლა აქედან მე რა გამომდინარეობს, თუ რა არის ამაზე დამოკიდებული სახელმწიფოებრიობა და ყველაფერი. სამოქალაქო თვითშეგნებები და ასე შემდეგ. ასე რომ ერთ-ერთი ხედვა და ერთ-ერთი ამოცანა ჩვენი მუშაობის კომისიის იქნება კონსტიტუციის საყოველთაობის უზრუნველყოფა და კონსტიტუციის დებულებებზე
რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის მიღწევა. ამითი ის დებულებებიც კი, რომელსაც შეიძლება ხელი არ ვახლოთ, იმიტომ რომ შევთანხმდეთ, რომ კარგია. ყველა შევთანხმდეთ, რომ დიახ, ეს კარგად წერია. ამიტომ რატომ უნდა შევცვალოთ? ის კონკრეტული დებულებაც კი ახალ სიცოცხლეს შეიძენს, იმიტომ რომ მას ეხმება არა იმის შესწორება, ამის შესწორება, იმიტომ მიღებული რომ ვიღაცას უნდა და იმ მომენტში და შემდეგ, არამედ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ დიახ, ეს კარგად წერია. მაგალითად არის საყოველთაოდ ისეთი გავრცელებული მოსაზრება, რომელსაც მეც პირადად ვუერთდები, რომ ადამიანის უფლებების თავი კარგი გამოგვივიდა თავიდან. და არის თემები, საკითხები, რომელიც შესაძლოა დასახვეწია, გასაძლიერებელია, მაგრამ აი 93-15 წლებში ეს თავი კარგი გამოვიდა. ეხლა ზოგიერთებს გვახსოვს, რატო გამოვიდა ეს თავი კარგი. გვახსოვს, იმიტომ რომ მაშინ პოლიტიკურ ელიტებს, ხელმძღვანელებს ეს კონცეფცია ადამიანის უფლებები მაინც არ აინტერესებდა. იქ პრეზიდენტს რა ეკნებოდა უფლებებში და ვინვის დაითხოვდა და ვინვის დანიშნავდა, ეგ იყო მთავარი ამბავი. ამიტომ საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელთა ერთმა ნაწილმა, ორი აგზის, ბატონი ალთანდილი და ბატონი ვახტანგი ხმალაძე და ასევე კომისიის წევრთა ერთმა ნაწილმა მე ვიტყოდი და რამოდენიმე ახალგაზრდა აგზის, დიახ, შეეცადა და მსოფლიოს საუკეთესო, ესე იგი, დებულებები მოკრიბა სხვადასხვა კონსტიტუციებიდან და ნაკლები პრობლემირებით გავიდა ტექსტში. ეს იყო ასეთი, დიახ, დამთხვევა ვითარების, იმიტომ რომ მე ვეჭობ, რომ ძალიან ბევრი კონცეფცია ადამიანის უფლებების თავში დღესაც არის ასახული, ასე მარტივად კიდევ ერთხელ გასულიყო გავლილი 15-20 წლის განმავლობაში. როდესაც ბოლოს და ბოლოს გაიგო ხალხმა, მათ შორის პოლიტიკურმა ელიტებმა, რომ თურმე ადამიანის უფლებები ეს არის კონსტიტუცია და ამითია შეზღუდული მერე ძალაუფლება და მერე ამაზეა დაყრდნობილი სასამართლო, არა მხოლოდ საკონსტიტუციო და მთელი ამბები. ამიტომ რატომ უნდა შევეცადოთ იმის გადახსინჯვას, რაც კარგია, ცხადია არა, მაგრამ არის იქაც ხარვეზები, ხო? ესეც გამოავლინა პრაქტიკამ, ზოგი სასამართლო პრაქტიკამ, ზოგი ჩვენმა, არ ვიცი, სხვადასხვა მიმართულებით დასახვეწი არის ადგილები. ამიტომ ჩვენი კონსტიტუციური, ესე იგი, განზრახულობა, ამ შემთხვევაში ჩვენი მე ჯერ კიდე იქ ვარ, პოლიტიკური გუნდის, ქართული ოცნების, რატო წამოვიწყეთ ეს, რომ მოდი საკონსტიტუციო კომისიით შევეხმიანოთ ამ ამბებს. არის ერთი მხრივ ძალიან კონკრეტული ხარვეზები, რომელიც გასული წლის განმავლობაში არაერთხელ იყო მსჯელობის საგანი და ჩვენ პარლამენტში მოვახერხეთ 2-3 სერიოზული თემის ასე ვთქვათ მოგვარება, თუმცა არა ბოლომდე, იმიტომ რომ იმ პერიოდში ცოტა რთული იყო კომპრომისებით სიარული, მაგრამ ის 2010 წლის მოდელი მე მგონი რომ გაუმჯობესდა 2013 წლის ცვლილებებით არ გაუარესებულა იმ ნაწილში, სადაც პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, პრეზიდენტის უფლებამოსილები დაზუსტდა, თუმცა ძალიან ბევრია საკითხები, ახლა მე მათ ჩამოთვლას არ შეუდგები, მაგრამ ბევრია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხდება და იმ მოდელშიც ბევრი რამ ჩამოსაყალიბებელი განსასაზღვრია. ერთ შევეხები კონტრასიგნაციის ინსტიტუტი, რომელიც პირველად შემოვიდა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მთავრობის იურიდიული ჯგუფი, ესე იგი სერიოზულ პრობლემებშია ხოლმე, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა ტერმინია ნახმარი, ერთ ტერმინს ერთი პროცესი აქვს, 3 ტერმინია, ხო? და ერთი კონკრეტულ საკითხზე სამჯერ ხდება წინ და უკან ქაღალდის ტარება, ამასვე ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, მაგრამ ახლა აღარ ჩავალ დეტალებში, როდესაც იქნება მუშაობა ამაზე, ასეთი ტექნიკური საკითხებიდან დაწყებული, საკმაოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული თემებით დამთავრებული. მაგრამ თავარია ჩვენ გაცნობიერებული გქონდეს ყველას, რა გვინდა, საით გვინდა წავიყვანოთ ამ ცვლილებებით ჩვენი კონსტიტუცია. და აქ არის შემდეგი პრიორიტეტები. მეტი თავისუფლება. ესე იგი, მეტი თავისუფლება ადამიანისთვის. ეს არის ერთი სერიოზული იმპერატივი. ამიტომ, როდესაც წავიკითხავთ კონსტიტუციის თუ იმულს, ერთი ტესტი ეს არის. შეიძლება აქ რამე გაკეთდეს ისეთი, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის მეტი თავისუფლება და ნაკლები შეზღუდვები. ანუ მინიმალური შეზღუდვები. მეორე, მეტი ბალანსი სახელმწიფო სისტემის შიგნით.
ეს ეხება როგორც პარლამენტ მთავრობა პრეზიდენტს, ისე სხვა ინსტიტუტებს, სასამართლოს შიგნით მეტი ბალანსი. სხვა საკონსტიტუციო ინსტიტუტებთან მიმართებაში მთავრობა და თქვათ ეროვნული ბანკი. მეტი და უკეთესი ბალანსი. იმიტომ რომ დაგვანახა ჩვენმა წარსულმა პრაქტიკამ თუ რა საბოლოო პრობლემები მოყვება ხოლმე დაუბალანსებლობას. და დაგვანახა ისიც, რომ კონსტიტუციები არ შეიძლება იყოს აგებული კარგ და ცუდ ადამიანებზე. კონსტიტუციები აგებულია ცუდ ადამიანებზე. ანუ რაზე? ადამიანური შეცდომები უნდა დააზღვიოს კონსტიტუციამ და რა ის, რომ კეთილი და ბრძენი პრეზიდენტი გვეყოლება, პრემიერი გვეყოლება, პარლამენტი გვეყოლება და რა შეჭირდება ახლა იმას ამ ტიპის შეზღუდვები და ამ ტიპის რაღაცა ჩარჩოები. თუ კეთილი და ბედნიერი, კარგი და ბრძენი იქნება ვინმე, ეს ძალიან კარგი იქნება. მაგრამ კონსტიტუცია შიშის შედეგიაო, ვიცით, კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი პრინციპი. და იმდენი შიში ვჭამეთ ამ ხნების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებების მხრიდან, რომ მეგონი საკმარისად შეშინებული ვართ იმისთვის, რომ ეს კონსტიტუციური მოდელებით დავაბალანსოთ ყველაფერი. მეტი დეცენტრალიზაცია. ეს იქნება შემდეგი სერიოზული პრინციპი. და აქვე ვიტყოდი მეტი დეკონცენტრაცია. როდესაც საპარლამენტო მმართველობის მოდელისკენ წავიდა ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი სისტემა, ეს არის მიმართულება იქეთ, რომ დეკონცენტრაცია მოხდეს ძალაუფლების და ერთ შტოში, ერთ პიროვნებაში, ერთ გუნდში არ იყოს თავმოყრილი ძალაუფლების დიდი ნაწილი, მაგრამ აქ კიდე ჩასახედია ხომ არ გაძლიერდა ზედმეტად პარლამენტი, მაგალითად, ამით დავიწყოთ. ან მთავრობა, ან ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივთან მიმართებაში. ასე რომ ეს დეკონცენტრაციის საკითხები იქნება სერიოზული თემა და დეცენტრალიზაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირველი ეტაპი მე ვიტყოდი მიმდინარეობს, კოდექსი მიღებულია, ცუდი არ იქნებოდა ჯერ კონსტიტუციური საფუძვლები მოგვემზადებინა ამისთვის და მერე რეფორმაზე გადავსულიყავით, თუმცა საარჩევნო ციკლი და ეხლა გარსმომდგარი ადგილობრივი არჩევნები ამის საშუალებას ნაკლებად იძლეოდა, ამიტომ როგორც იტყვიან მეზობელი ხალხის ანდაზაა, ხო? მოკლედ ცუდს კარგიც ახლავს ხოლმეო. ესე იგი ის რომ თვითმმართველობის რეფორმა სრულმასშტაბიანი არ არის ახლა. ეს იმის საშუალებასაც იძლევა, რომ კონსტიტუციური საფუძვლები მომზადეს კიდევ უკეთ და მეორე ეტაპი თვითმმართველობის და ადგილობრივი მმართველობის უკვე კონსტიტუციური ნიადაგზე იყოს მყარად დაფუძნებული და არა ისე როგორც ახლა მოგვიწია. თუმცა კონსტიტუციაში თვითმმართველობის მიმართულებით სწორედ რომ რაღაცა ცვლილებები იყო უწინდა პრინციპების დონეზე მაინც არის ჩამონათვალი. მეტი სიცხადე. ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზული პრინციპი და ტესტი. რომ კონსტიტუციის ნორმის წაკითხვა და გაგება უნდა შეეძლოს თითოეულ მოქალაქეს და უნდა იყოს ცხადი და რაც შეიძლება ნაკლები საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს იმ თვალსაზრისით, რომ მათ უწევთ არა მხოლოდ კანონის შედარება კონსტიტუციასთან, არამედ თავად კონსტიტუციის მუხლების კარგად გაგება და გააზრება. ეს ყველგან არის კონსტიტუციური მუხლების, ასე ვთქვათ, გაცოცხლება. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე, სხვა სასამართლოების საქმე, მაგრამ მეტი სიცხადე არ აწყენდა ჩვენს კონსტიტუციას და მეტი გამართულობა, როდესაც არის ურთიერთგამომრიცხავი და ესეთი დებულებები, რომელიც ბუნებრივი შედეგია 33 ცვლილებიდან, არ ვიცი, ისე უხეშად რო ვთქვათ, მინიმუმ 2/3 ეს იყო წმინდა კონიუნქტურული ცვლილება, ხო? ხან ვიღაცის შეყვანა გვინდოდა პარლამენტში და ამიტომ კონსტიტუციას ვცვლიდით ერთი კაცისთვის, ხან კიდევ ვიღაცას რაღაცა შევპირდით, რომ და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ. ბევრი რამე იყო ასეთი და ბუნებრივია ასეთი ჩარევები კონსტიტუციაში იწვევს შემდგომ გაუგებრობებს და ერთ-ერთი ამოცანა ამ კონსტიტუციური კომისიის, საკონსტიტუციო კომისიის იქნება სწორედ ამ თვალით შეხედვა ყველაფრისთვის და გამართვა და იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რაც ამ ეკლექტური ცვლილებების შედეგად უხვადაა ტექსტში ჩადებული. მეტი ევროპულობა, მე ვიტყოდი კიდევ ერთ სერიოზულ პრინციპს.
იმიტომ რომ რა განსხვავება 1995 წლის საქართველოსა და 2014 წლის თითქმის 15 წლის საქართველოს შორის, როდესაც ამ ჩვენი მუშაობის შედეგი უკვე პარლამენტში მივა, რა განსხვავება? ალბათ მთავარი განსხვავება, მთავარი სიახლე, მთავარი ახალი ამბავი არის ის, რომ საქართველოს ხდება ევროპის წევრი. და ევროპა და ევროპული ღირებულებები, ევროპული მოდელები, ევროპული ინსტიტუტები ჩვენთვის 95 წლისგან განსხვავებით არის არა რაღაცა სამაგალითო ან ორიენტირი, რომელიც აი კარგად არის და მოდი ჩვენც ასე ვქნათ, არამედ ჩვენი საკუთარი. და ასოცირების ხელშეკრულება ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმ საკითხებში ასოცირებას, რომელიც იმ ხელშეკრულებაშია ჩაწერილი. ესე იგი, ინსტიტუტების და მოდელების დონეზე ევროპულობა ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ჩვენი კონსტიტუციითაც და არა მხოლოდ რაღაცა სურსათმუნებლობის სტანდარტებია გასაზიარებელი, არამედ კონსტიტუციური ინსტიტუტების და მოდელების და კონცეფციების მეტი ევროპიზაცია, მე ვიტყოდი, და ამ თვალსაზრისით წინა ხელისუფლებამ თუ რამე დაგვიტოვა დადებითი მემკვიდრეობით არის და რატო დაგვიტოვა ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქტია რომ დაგვიტოვა მიმართულება ევროპული მოდელისკენ უფრო, სწორედ მრავალპარტიულ საპარლამენტო მოდელზე ორიენტირებული კონსტიტუცია, რომელიც კიდევ უფრო დასახვეწი იქნება ამ მიმართულობით. კიდევ ბევრი თქმა შეიძლება ასეთი ტიპის პრიორიტეტებზე, მაგრამ კიდევ ყველაფერზე დღეს ცხადია საუბარი შეუძლებელია. აქ გავჩერდები. ამით მე მხოლოდ იმის დემონსტრირება მინდა, რომ კომისია არ შექმნილა რაიმე წინასწარ განზრახული პოლიტიკური ამოცანის შესასრულებლად. კომისია არ შექმნილა იმიტომ, რომ ამ კომისიის წევრთა ერთ ნაწილს, ამ პარლამენტის უმრავლესობას ჯიბეში უდევს უკვე ის, რაც მას უნდა და კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ ასეა მიღებული, რომ რაღაცა პერიოდი, რაღაცა ხალხმა უნდა იმუშაონ და მე ჩვენ ეს ჯიბიდან უნდა მოვიღოთ და აი ეს გვინდა და ეს უნდა გაკეთდეს. ეს ასე აღარ არის. კიდევ მეორე, ეს ჩვენი ამ სამუშაოს ეფექტიანობისთვის სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ უწინ, როდესაც ასეთი ჯიბეში სპარგალკები არსებობდა, იყო იმის განცდაც, რომ ბოლოში ეს გაკეთდება. ეხლა რა გამოგვივა, ჯერ ჩვენ არ ვიცით. არ არის არანაირი წინასწარ აკვიატებული ფორმულა და მოდელი. ორპალატიანი გავხადოთ პარლამენტი. არ ვიცით, აგერ არის კომისია და ვიმსჯელოთ. პრეზიდენტი ასე ავირჩიოთ თუ ისე ავირჩიოთ, არ ვიცით. ვიმსჯელოთ, რომელი იქნება უკეთესი დაბალანსებული მოდელისთვის, უფრო ევროპული მოდელისთვის, მეტი სიცხადისთვის, მეტი თავისუფლებებისთვის და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან სერიოზული თემა. ამ თვალსაზრისით შესაძლოა 93 წლის კომისიასთან აქვს გადაძახილი ამ კომისიას, იმიტომ რომ არც მაშინ არსებობდა ასეთი შპარგალკა. ვერც იარსებებდა იმდენად ჭრელი იყო მაშინ პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ სამწუხაროდ ბოლოში მაშინდელმა ლიდერმა მოახერხა ის, რომ 2 წლის მუშაობის შედეგი ბოლოში მაინც რაც უდოდა ის დაიდო. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ვერანაირი ლიდერი, ვერც პარლამენტში, ვერც პარლამენტს გარეთ, ამ 1 წლის, 2 წლის, 3 წლის განმავლობაში ამას არ მოინდომებს, თუ მოინდომებს, ვერ მოახერხებს. იმიტომ რომ მართლა მრავალპარტიულია სისტემა და ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ წინასწარ განზრახული აკვიატებების გარეშე და ესეთი პოლიტიკური შპარგალკების გარეშე ვიმუშაოთ. ამასობაში ყველას გვაქვს ჩვენი წარმოდგენა, მათ შორის პოლიტიკური ხედვები და ამის წარმოჩენა და წარმოდგენა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია სრულიად თავისუფლად. იმისთვის, რომ ეს მუშაობა იყოს შედეგიანი და ეფექტიანი, ცხადია, ჩვენ გვჭირდება გარკვეული საორგანიზაციო გადაწყვეტილებების მიღება თუ დაალაგება კომისიის. კომისიის პირველი სხდომა დღეს რომ იმართება და არა უფრო ადრე, ამას ჰქონდა თავისი გარკვეული ძირითადად პოლიტიკური მიზეზები. ჩვენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაზე საუბარი დავიწყეთ წელიწადზე მეტი ხნით ადრე. სადღაც მე მახსოვს 2012 წლის დეკემბერში ჰქონდა მსჯელობა
აი კოჰაბიტაციის ადრეულ სტადიაზე კოლეგებთან პარლამენტში, რომ ამ გზით ხომ არ წავსულიყავით და საკონსტიტუციო კომისია წარმოგვედგინა როგორც გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნის შესაძლებლობაც, ფორმატიც, იმიტომ რომ აქ კომისიაში ჩვენ ვსჯელობთ მომავალზე ქვეყნის, რომელიც სცილდება იმ ჰორიზონტს, რომელიც რომელიმე პოლიტიკოს შეიძლება ჰქონდეს ამ საარჩევნო ციკლიდან გამომდინარე თუ მომავალ საარჩევნო ციკლთან დაკავშირებით. და მე შორსაც წავალ კიდევ ეხლა ამის დრო არ არის, მაგრამ თვითონ კონსტიტუციური ცვლილების ძალაში შეყვანის პროცესით შეიძლება სწორედ ამ თვალით დავინახოთ, რომ მოხსნათ ის დაძაბულობები, რაც შეიძლება ახდეს ამ თუ იმ საკითხს, ისევ და ისევ საარჩევნო თვალს უახლოესი არჩევნების გადმოსახედიდან. შესაძლოა ჩვენ იმის იქით გადავიხედოთ და ამან უფრო გაგვიადვილოს გარკვეულ საკითხებზე შეჯერება. მაგრამ საკონსტიტუციო კომისიის შექმნა კოჰაბიტაციის რთულ პერიოდში იყო რაღაც გარკვეულწილად ბერკეტი რაღაცის, რომელიც შემდგომ მაინც და მაინც ამ ვითარებამ ვერ პოვა, ამ გეგმამ ვერ პოვა მხარდაჭერა და ამიტომ გაჭიანურდა გარკვეულწილად პროცესი. და რადგან გაჭიანურდა და კოჰაბიტაციის უშუალო ამოცანებს აღარ ემსახურებოდა, მას შემდეგ ჩავთვალეთ, რომ დიდი სიჩქარე აღარ იყო საჭირო, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ამ კომისიის მეშვეობით არანაირი კონიუნქტურული შედეგის მიღება არ არის გათვალისწინებული. ეს არ არის იმისთვის, რომ აი დღეს ან ხვალ რაღაცა ისეთი გვიშლის ხელს ქვეყნის მართვაში, რომ ეს თუ არ ვქენით, დაიქცევა ქვეყანა. თუ გამოჩნდა ასეთი, თუ დავინახეთ ასეთი, ესეც შეიძლება. მაგრამ ამოცანა არის უფრო გრძელვადიანი და იქნება ამან მოგცეს საშუალება, კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა ვიყოთ თავისუფალი იმ წნეხისგან, რომელიც ბუნებრივად ახლავს არსებულ მომენტს პოლიტიკური ცხოვრების. ამიტომ შეგვიძლია ცოტა ისე შვიდად დავიწყოთ მუშაობა, რაღაცა დაძაბულობის გარეშე. არ გქონდეს იმის განცდა, რომ აქ ეხლა ეს არის ის ფორმატი, სადაც პოლიტიკური ხმალაობა უნდა გაიმართოს. ამის ბევრი სხვა ფორმატია. ამიტომ უფრო საქმიანი ატმოსფეროს შექმნა არის შესაძლებელი და მე მგონი ამას მოვახერხებთ ყველა ერთად. დებულების მიხედვით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ეყოლება თავმჯდომარე მდივანი, რომელიც ძირითადად გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ტრადიციულად უძღვებოდა ხოლმე იმ პირობებში, როდესაც კომისიის თავმჯდომარე არ იყო გამოთავისუფლებული თავმჯდომარე, თუმცა ასეთი ვერსიებიც იყო ხოლმე, ხო, წარსულში. ამიტომ მდივანი იქნება მნიშვნელოვანი ფიგურა სამუშაოების გასაძღოლად. დებულება ითვალისწინებს 5 სამუშაო ჯგუფის შექმნას. ამ თემაზე გქონდა ჩვენ მსჯელობა და ფიქრი. ეხლა სამუშაო ჯგუფი რატო 5? ცხადია არა, იმიტომ რომ 5 ვიღაცის საარჩევნო ნომერია. რატო არა 7 ან 9 ან 30? ეხლა სამუშაო ჯგუფების გამოცდილება გვაქვს. შეგვიძლია იყოს ძალიან ისეთი ბევრი და პატარ-პატარა თემებზე ორიენტირებული, ან უფრო მსხვილი. ჩვენ წავედით უფრო მსხვილი ჯგუფების მოდელით, იმიტომ რომ მაგალითად როგორ წარმოგვიდგენია ერთ ოთახში მუშაობდეს ჯგუფი, რომელიც მთავრობის საკითხებს იხილავს, მეორეში პრეზიდენტს და მესამეში პარლამენტს. მაშინ როდესაც ერთმანეთთან მათი უმჭიდროესი კონტაქტის გარეშე ძალიან ძნელია წინ წასვლა. თუმცა ასეთი მოდელებიც ყოფილა და უმუშავია ჯგუფებს და შედეგიც დაუდვია, მაგრამ მგონი ეს არ იქნება ურიგო, რომ ეს ერთ ბლოკში იყოს გაერთიანებული. თვითონ სამუშაო ჯგუფის შიგნით შესაძლოა დანაწილდეს საქმე, ვინ რას უფრო მეტად მიაქცევს ყურადღებას, მაგრამ ჯგუფი, რომელმაც ბოლოში რაღაცა ერთიანი პროდუქტი უნდა დადოს მთელი აი ამ სახელმწიფო სისტემის, ასე ვთქვათ, მოდელი, კარგად გააზრებული და კარგად აწყობილი ერთმანეთში. ამასობაში ეს ბლოკი საკმარისად ავტონომიურია დანარჩენი ბლოკების განსხვავებით. თორემ ადამიანის უფლებების თავში ერთასა თუ ის უფლება ასე იქნება წარმოდგენილი თუ ისე, ძალიან მცირედადაა დამოკიდებული პრემიერსა და პარლამენტს შორის რა ტიპის ურთიერთობა არის კონსტიტუციურად, ხო? ანუ ერთი მხრივ ეს საკითხები ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში და მეორე მხრივ სხვა საკითხებისგან გამოცალკევებადია.
ამიტომ ერთი ჯგუფია პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი. მეორე სამუშაო ჯგუფი ესაა ადამიანის უფლებები, სასამართლო პროკურატურა. ისევ ერთად. აქ ცხადია იქნება შესაძლოა მოსაზრება, რომ უფრო ნაკლები შესაძლოა პირდაპირი კავშირია ერთმანეთთან ადამიანის უფლების თავსა და სასამართლო პროკურატურას შორის, ვიდრე მთავრობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, თუმცა აქაც გვინდა ესეც რაღაც გარკვეული შესაძლოა პოლიტიკური განზრახულობა იყოს, რომ სწორედ ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფი ინსტიტუტებია სასამართლოს და პროკურატურას და ასე გვინდა დავინახოთ ეს შტო ხელისუფლების. და ამიტომ აქედან ამოვიდეთ და ჯგუფში კიდევ მეორე შეიძლება იყოს ცალკე დანაწილებული საქმე, მაგრამ იმ სასამართლოში როგორ ვაწყობთ სასამართლოს, ეს იმ ადამიანის უფლებებს რამდენად ეხმიანება, რამდენად ეფექტურია და იგივე პროკურატურა, რომელსაც დავატარებთ აქეთ-იქეთ. ქალბატონ თეა, დღევანდელი იუსტიციის მინისტრი, რომელიც არის კონსტიტუციურად ამ უწყებაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ფიგურა, დარწმუნებული ვარ, აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში, იმიტომ რომ პროკურატურის ეს ფიზიკური თუ მექანიკური იქიდან აქეთ გადატანა, აქეთ გადმოტანა და ასე შემდეგ, თავისთავად ამითი რომ ვერ მიიღწევა შედეგი ვიცით და ჩვენ მოგვიწია მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღება კანონმდებლობაში ახალ ხელისუფლებას, როდესაც რეალობაში ვნახეთ ვითარება. იმიტომ რომ ისევ დებატების გაუხსნელად, როდესაც განხორციელდა ის ცვლილება, რომ იუსტიციის მინისტრს დაექვემდებარა პროკურატურის სისტემა, რეალურად, მაშინ როდესაც ეს მოხდა, რეალურად ეს პირიქით იყო. გენერალურ პროკურორს დაექვემდებარა იუსტიციის სამინისტრო ც. და ასე ფუნქციონირებდა ის სისტემა. და როგორც კი ეს პირიქით მოხდა, მაშინვე ნახეთ გარკვეული ცვლილებების აუცილებლობა. მოკლედ ეს ჯგუფი ადამიანის უფლებების სასამართლო პროკურატურა, რომელიც ამ კომპონენტებზე იმუშავებს. შემდეგი ჯგუფი ესაა სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები. ეს უკვე როგორც ისე ცალკე გვაქვს გამოყოფილი ეროვნული ბანკი, სახალხო დამცველი, კიდე რა, გუშროების საბჭო, კიდეა აუდიტის სამსახური, შესაძლოა სხვა რამეა დასამატებელი ან გამოსაკლები, არ ვიცი. არის იდეები ცენტრალური საარჩევნო კომისია ხომ არ ავიყვანოთ საკონსტიტუციო დონემდე. მე არ ვიცი ეს მე პირადად მგონია რომ საარჩევნო თემები ცოტა ისე გვაქვს. სადღაცამდე აყვანილი გასაგები მიზეზის გამო, იმიტომ რომ წინა ხაზია, მაგრამ კონსტიტუციური სტატუსი მეც მიცემს ამ სისტემას თუ ნაკლებს არის ეს სამშენებლო. ყოველ შემთხვევაში ის სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც კონსტიტუციურ დონეზე ცალკე ინსტიტუტებად და გამოყოფილი კონსტიტუციური სტატუსი აქვს, შესაბამისად მათი ხელმძღვანელების დანიშვნა, ფუნქციები და ასე შემდეგ. გარდა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი თემა მათი ბმა დანარჩენ სახელმწიფო სისტემასთან მარეგულირებელი ორგანოები მაგალითად. ეს კონსტიტუციაში ცალკე სტრუქტურებად არ არის გამოყოფილი, თუმცა რეალურ ცხოვრებაში რო ჩახედო, არ ვიცი, ვიზე ნაკლები დამოუკიდებელი ინსტიტუტია თავისი საკანონმდებლო დონით, მაგრამ უნდა იყოს აქ თუ არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს არის ცალკე ბლოკი, რომელიც მნიშვნელოვანი ინსტიტუტებისგან შედგება. შემდეგი ესაა სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი მმართველობა, თვითმმართველობა, რომელიც ერთ-ერთი ისეთი ჩვენი კონსტიტუციური პროცესის განმავლობაში გადადებული თემა. გადადებული თემა, ვიცით რატო გადადებული, რასთან დაკავშირებით გადადებული, მაგრამ ამასობაში მე მგონი კიდე გადადებებით ვერც ის ამოცანა და მიზანი მიიღწევა, რომლის გამოცაა გადადებული და კონსტიტუციაში რომ ეს გადადებულია იმ ამოცანის მიღწევას ამითი ვერანაირად ვერ ვაჩქარებთ და ამასობაში დანარჩენი სისტემა დაგვრჩა გარკვეულწილად გაუგებრობაში და ამიტომ ეს ცალკე ჯგუფი იქნება სერიოზულად დასაფიქრებელი ამ თემებზე.
მათ შორის ის მუხლი, რომელშიც ჩვენ გარკვეული კომპეტენციათა გამიჯნა გვაქვს და როგორც კი კონკრეტულ თემას შეეხება ხოლმე საქმე, არის სერიოზული გაუგებრობები, რას ნიშნავს ის ცენტრალური ხელისუფლების განმგებლობაში არსებობა საკითხების იქ რეგულაციის დონეზეა, ახსულების დონეზეა, საკუთრების დონეზეა და ასე შემდეგ. ბევრი თემებია, ამიტომ ეს ცხადი ამ ჯგუფის კომპეტენციაში იქნება ეს თემა, ცენტრალური ხელისუფლების განმგებლობაში, ექსკლუზიური განმგებლობის საკითხები. მე წინსწრებად არაფერს არ ვამბობ, დასამატებელია რამე თუ გამოსაკლებია, მაგრამ რაც არის ის, რომ დასახვეწია, რომ კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს მას, რას ნიშნავს ეს ჩანაწერი, ეს მე მგონი აუცილებელია და აქ დიდი სამუშაო იქნება, მათ შორის, როგორც გითხარით, თვითმმართველობის, ადგილობრივი მმართველობის სისტემის ერთიანობაში წარმოდგენისთვის. და მეხუთე ჯგუფი ესაა ზოგადი დებულებები და კონსტიტუციის გადასინჯვა. ეს რაღაცნაირად პროლოგი და ეპილოგი კონსტიტუციის. აქაც ახლა მნიშვნელობაზე არ ვისაუბრებ, სხვადასხვა ამ ორი თემის დატვირთვა, ზოგადი დებულებები ის არის, რაც ყველაზე სტაბილური და ყველაზე, არ ვიცი, დატვირთული უნდა იყოს და თუ სადმე სახელმწიფო სტრატეგია თუ სახელმწიფო იდეოლოგია უნდა გამოიხატებოდეს, ალბათ აქ არის და ასეც არის. თუმცა ბევრი რამე შეიძლება დაიხვეწოს და რაც შეეხება კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმს, აქ ესე იგი პრობლემები ნათელია, ასე ვთქვათ, ულტრა მარტივიდან ულტრა რთულ მოდელზე მოგვიწია გადასვლა. რაღაცა ორ კვირაში 2/3 ცვლილებიდან 6 თვის განმავლობაში 3/4 ცვლილებამდე. ამ თემაზე ბევრი მსჯელობა იყო. ყოველი პროცესის ნაწილიც იყო ეს ყველაფერი. ბევრი ვარიანტი იყო იმისთვის, რომ მათ შორის ამ კომისიას მუშაობის მეტი ხალისი ქონოდა იმისთვის, რომ მოკლედ კონსტიტუცია 3/4 უკვე ჩასაკეტი იყო. თუ ჯერ უნდა გაგვეუმჯობესებინა რაღაცები და მერე კარგად ჩაგვეკეტა, აი აქ არის თემა. მე მგონია, რომ ჯობდა ჯერ ბევრი რამე კარგად გაგვეაზრებინა და მერე გვეზრუნა ამ უფრო მაღალი დაცვის მექანიზმებზე. მაგრამ ბევრი გარემოების გამო მოხდა ისე, როგორც მოხდა, ან 2010 წელს მიღებული ცვლილება შევიდა ძალაში. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობა კონსტიტუციური ცვლილების 3/4 6-თვიანი შუალედით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხისტი შესაძლო ვერსია. ვენეციის კომისიასთან ამ თემაზე ჰქონდა მსჯელობა და ეხლა დეტალებში არ ჩავალ ისევ. ეს თემა მნიშვნელოვანი იქნება ცხადია მთელი ამ პროცესისთვის. ამიტომ ცალკე ჯგუფი თუ ჩაუბრუნდება ამ საკითხებს იქნება კარგი. პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დებულებაში აქ არის ის ჩარჩო მინიშნებული, რაც ტრადიციული ასეთ შემთხვევაში, რომ გვინდა იყოს კონსტიტუცია საკმარისად სტაბილური და საკმარისად მოქნილი. და არ იყოს ესე ვთქვათ გადაჭარბებული ანიქეთ ანაქეთ. ესაა ის ხუთი სამუშაო ჯგუფი, რომელიც გათვალისწინებულია დებულებით. აგრეთვე დებულება ითვალისწინებს იმას, რომ კომისიის ყოველ წევრს შეუძლია გაერთიანდეს ერთ ან ორ სამუშაო ჯგუფში, როგორც წევრად. ამ შემთხვევაში, როგორც წევრად შესაბამისი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ჯგუფში მოხდება საქმის განაწილება და ვინც რომელიმე ჯგუფში გავწევრიანდებით, ცხადია უნდა ვიყოთ მზად ჩვენი წვლილის შესატანად, და იქნება სავალდებულო, სავალდებულო სანქციის გარეშე სავალდებულო. და მეორე ჯგუფში საკითხების გადაწყვეტისას იქნება კენჭისყრა, რომელშიც ჯგუფის წევრს ექნება ხმის უფლება.
დანარჩენი, რა თქმა უნდა, ყოველი წევრი ვართ თავისუფალი ვიმუშაოთ ყველა ჯგუფში, მივიღოთ მონაწილეობა ყველა ჯგუფის შეხვედრაში, მივიტანოთ ჩვენი წინადადება, მივიღოთ მონაწილეობა კამათში, არ ვიცი, ყველაფერში. ასე რომ ჯგუფში გაწევრიანება არ ნიშნავს დანარჩენი ჯგუფების საქმიანობისგან გათიშვას, ეს ნიშნავს უბრალოდ ამ მიმართულებით მეტი პასუხისმგებლობის აღებას და მეტ ჩართულობას. ამიტომ დაახლოებით 5 ჯგუფი 60-მდე წევრი, ჯგუფებში, თქვათ, 2 ჯგუფში წევრობა დასაშვებია, 1-ში სავალდებულოა. ეს მოდელი მე მგონი მოგცემს საშუალებას რაღაცა დავაბალანსოთ ჩვენი მუშაობა, მათ შორის სამუშაო ჯგუფების მიმართულებით. და ბოლოს დღევანდელი ჩემი ცოტა რთულ გრძელი, მაგრამ ვპირდებით, რომ მე ამდენს აღარასოდეს აღარ ვილაპარაკებ, სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები ისაუბრებთ, მე მოგისმენთ, მაგრამ ახლა რაღაცნაირად მინდოდა რომ ყველა საკითხზე გქონოდა ინფორმაცია. ბოლო თემა მოგახსენებთ შემდეგს, რომ დებულების შესაბამისად კომისიის თავმჯდომარე კომისიას წარუდგენს კომისიის მდივნის და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელების კანდიდატურებს, რომელსაც კომისია უდასტურებს კენჭისყრით ან არ უდასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ საქმის დაწყება საშურია, მე ასე ჩავთვალე, რომ კიდევ 1-2 კვირა რაღაცა საკითხებში შეფერხება პროცესს არ დააზიანებს. პირიქით შეიძლება ამან მოგცეს უკეთესი საშუალება, რომ დავინახოთ ის ხალხი, რომელიც გაუძღვება ჩვენს მუშაობას, სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებს გულისხმობ პირველ რიგში. და ამიტომ მე გთავაზობ სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით ასეთ ვარიანტს, რომ ჯერ ჩამოვაყალიბოთ სამუშაო ჯგუფები. ანუ გავიგოთ, ვინს სად მიუწევს გული და ვის რა მიმართულების სურს მუშაობა. ამიტომ მოგაწვით მას ფურცლებს, რომელზეც შეგიძლიათ გააკეთოთ აღნიშვნები, ამას მოუბრუნდები. და შემდეგ სხდომაზე, რომელიც 2 კვირაზე მეტი ხნის შემდეგ არ უნდა იყოს, 2 კვირის ვადაში ჩვენ კიდე შევიკრიბებით. მე შემოგთავაზებთ ჯგუფის ხელმძღვანელების კანდიდატურებს და თან ამ კანდიდატურებთან ერთად ცოტა უფრო მეტს ვისაუბრებთ კონკრეტულ სქემაზე, გეგმაზე მუშაობის. ამ დროისთვის შესაძლოა სამუშაო ადგილი რამოდენიმე ოთახი მაინც იყოს მზად პარლამენტის შენობაში და უკვე კონკრეტული ადგილი გაჩნდება, სადაც შეკრება შეიძლება და ჯგუფის მუშაობის შეხვედრა, დაგეგმვა და ასე შემდეგ. და ასე ვიმოძრაოთ. ახლა ვეგეტყვით, რომ ჯგუფის 5 ხელმძღვანელის გამოვლენის დროს, თუ არ შემოთავაზების დროს, ჩემი პრინციპი იქნება პროფესიონალიზმი და ორგანიზაციული მუშაობის უნარჩვევები და არა პოლიტიკური ბალანსი. თუ აქ ახლა იმით წავედით, რომ ეს 5 ჯგუფი რადგან არის, ამიტომ იქ უნდა იყოს, არ ვიცი, 3 უმრავლესობა და 2 უმცირესობა და ასე შემდეგ, ნუ ამით თავიდანვე არასდროს დავადგებით, მე მგონი. უმრავლესობები და უმცირესობები, როცა საჭიროა და სადაც საჭიროა, იქ გამოჩნდება გადაწყვეტილების მიღების დროს კომისიაში თუ პარლამენტში და აქ ახლა მუშაობა გვინდა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი პრაქტიკულად მინიმუმ 9 სამუშაო დრო ყოველდღიურად მე მგონი უნდა გქონდეს თავისუფალი ამ საქმისთვის, რომ შევძლოთ ამ საქმესთან გამკლავება. ამიტომ ამ პრინციპით შევეცდები შემოგთავაზოთ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელების კანდიდატურები. რაც შეეხება კომისიის მდივანს, რომელიც უკვე საჭიროა, ამ თემაზე მე მგონი მოცდა არ ღირს და მინდა შემოგთავაზოთ ბატონი გიორგი კვერენჩხილაძის კანდიდატურა, რომელიც წინა საკომისიო მუშაობებიდან ბევრისთვის ცნობილი პიროვნებაა. ბატონი გიორგი აქეთ არის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ბოლო ხანებში სულ 2 თვეა ასევე დაიწყო მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიულ სამსახურში. თუმცა ისე ცოტა დაგვასწრო პრეზიდენტმა, იმიტომ რომ
ჩვენ ადრე შევკრებილიყავით, მაგრამ გვაქვს ასე ვთქვათ ურთიერთგაგება, რომ ის ძირითადი საქმიანობა იქნება კომისიის მდივნობა, თუ კომისიამ ხარს დაუჭერს, რა თქმა უნდა.